ის სად არის ბიჭო? Алло? აი ეგ შაურმა გააკლდა შენ კუჭის სრულს რა. საიდან უყურებ ბიჭო? უკან გამოიხედე. მარტო მე კი არ დაგაფიქსირე. შენს უკან მწვანე ოპელი და ნელა გააბარე თვალე. მე ის რომ დაგაფიქსირე შომბე. 2 წუთის წინ აი მაგ ჯელმა ფოტო გადაგიღო. ძამო თურქული შაურმით ჩაწმულებული ეგ შენი სომხური კუჭი. რუსული ბორშით ჩაირეცხე, ძამო. კარგი გენაცვალე. Не надо было мне на кировоградской женщине жениться. Надо было на Авлабарской. Была тут одна. Ах, мама Джан, какая девушка была. Я ее отцу говорю, дядя Армен, дай девку мне. И се висховро прогурайся. В чем бы? А ты ничего дам ему. Калиджан, сердце не прикажешь. Я до сих пор эту обеду держу. Карги, сакмес даубра. Коте самбави гасагеди. Амат моешу. Тага фиксирес. Ну, в какой работе проколов не бывает? Анкал сакеви. Რომ სარწმუნოა ცხოვრ. მეორეზე. სადარბაზოში ვიდეო თვალი დააყენა. ვინ შემოვა, ვინ გავა ამ ხალის შესახებ ჩომბე ყველაფერი უნდა ვიცოდე. Если не секрет, ვინ არის ეს ხალი? Секрет. Ясно. Алло. Кики, ჩამოვდივარ ახლა. ეს საწავიდო. Шишенко. Гожвалер меркунат. Светика чьи-то. Пойми, мамочка. Света, а? Это ты?
Чонбе? Светик-джан, Саватан, ты откуда? Слушай, с неба упало, что ли? Чонбик. Столько лет, сколько зим. Откуда ты, слушай? Салоники, да. Откуда? Салоники, садырцвич. Როგორ არ ვიცი, ვიცი. რასაც გიხარ, მოდი მანქანაში ჩავდებით, моди, გენაცვალე. Შენი მანქანა? Конечно, моя машина. Да, моя. Пошли, моя хорошая, пошли без Саватанем. Пошли, моя хорошая. Დიდი მადლობა. Моди, Саватане, моди. Აბა. Саватане. არა უშავს. იქნებ არ გინდოდა. Иди садись. Иди, моя хорошая. Иди. Нет, подожди. Иди вот сюда садись. Сейчас тут Саватане. Вай. Спасибо. Куди вообще? Что сейчас? Светик-джан. Ну, чем занимаешься? Если фоткаешь сигарет? Нет, слушай. Аба. Частным сиском работаю, Светик-джан. Ну, это, частный детектив. Детектив? Да. Джеймс Бонд, что ли? Ну, почти 007. Ну что, поехали? Светик-джан, куда должны ехать? Светик? Никуда. Как это некуда? К цели история. Светик-джан, мой дом, твой дом. Поехали ко мне, а? Марто цхоро. Марто вар. Я один живу, Светик-джан. Ну что, поехали? Поехали. Саватане. Есть куда Саватане. კაია. ხო. იცი რა ვფიქრე? ეზოში რამდენიმე ფაცხა რომ ჩაგვემატებინა, მე მგონი არ იქნებოდა ურიგო რა სიტყვი? ხო, ალბათ. არ იქნებოდა ურიგო. რა არ იქნებოდა ურიგო? წარმოდგენა არ მაქვს რა არ იქნებოდა ურიგო. როგორ გიქნება წარმოდგენა? სათხაც სხვაგან ხარ. დროებით ჩემო სიცოცხლე. დროებით რა მაგა. წავედი. რესტორანში გამოჩნდება? აბა რას ვიზა. ოღონდ ცოტა მოგვიანებით, კარგი? კარგი, წავედი.
დინამო. Привет, კალიჯან. გაუმარჯოს. ძინავს ბიჭო. რა საკვირი ხარ მე? მე ყვირი ვარ კიდე. დაჯე, მოდი დაჯე. რა დღეში ვარ ბიჭო, რა დღეში ვარ. რა ხდება, როგორ ახარ? მაგრათა ვარ, კალიჯან, მაგრად. რა ხდება? ნახე. მერე? ანა აბდაველა. Кто აბდაველა? Светик, tu? Какой Светик? Дядя Армена, ру არ მოვწო. Ясно. Она обдавила, ты представляешь? Карги, дамшит, не переживай, бивай ты хуже. Да я не переживаю. Ღმერთმა მაპატიეს, я даже рад очень. Скверно, чем без скверно. Я сам знаю. Карги, აქ რა ხდება? Сада. Сада ხარ ბიჭო ახლა? რა უნდა ხდებოდეს? Ах, всё спокойно, нормально. Вообще, что я тут делаю? Оჯახის ქალია. Ერთხელ кафеში წავიდა, встретил какую-то мужчину, женщину, кофе выпили. Она детей увозит, привозит, всё. გადავიღე სურათები. О, როგორ არა. აჰა. შენ ეს ფერი გაშიფრე? რა შიფრობ გაუნდა, ბიჭო? ჩომბე ძალიან მეჩქარება, მიდი სადარბაზოს ფერიც მომიტა. ავეხლავე. კალი აზრი ხარ? ნახე, ბიჭო, სვეტიკას ნახე. შენ, მიდი საქმეს მიხედე მეჩქარება, რა წელი ვარ. დიდი ხანი არა საქმე. არ ვიცი. გავარკვევთ. გაუმარჯოს. გამარჯობა. ბადრის ბიჭები ხართ არა? კი. თვითონ სად არის? სამსახურში. ჩერაფი. გელა? თქვენ ბიჭებო? კოჩა. გურამ. აქ რატოდ გახართ? რა შეიძლება? არა. დგომა ყველგან შეიძლება, მაგრამ ჯდომა არ ჯობია. რესტორანში შემოგზანდით. არაჩვეულებრივი გარემო გვაქვს. ძალიან კარგი სამზარეო, ბადრით შემოგვიერთდება. ჩვენ ძველი მეგობრები ვართ. არა, იყოს მადლობა. კარგი. ბადრის გადაეცით. კალეს უფრაზე გვეპატიჟება თქო. კარგი, მადლობა. მადლობა. ხო, ბადრის მადლობა თავს მეტად დაცულებად ვწნით. ესენი ვინ არის? გავარკვევთ გზადაგზა. მოიცა. ამათ რა უნდა? ხუია ვაზნით. წამოდიდა. დაწვები. არა მაგონა. შენ დაისვენე, მე ჯერ კიდე საქმე აქვს.
наконец встретились. Я очень рада тебя видеть. Спасибо, что значит. О, Бог захотел, мы встретились. Вот и Виталий был. Ხო, კალეჩან, გისმენ. შომბე, იცი რომ ძალიან ხმად გაგშიგ. რა თატო? რა ვიცი, გაგზდა. Იცი რას გეტყვი შენ, კალე? Не порть мне настроение. Я этого вечера ждал всю свою жизнь. შომბე ხარ და რა. За нас, родная. За нас. Будь здоров, цаута. Аба? Розочка. სასამართლოს ხდომას გახსნილად ვაცხადებ. ბრალდების ხარეს ვთხოვ, წარადგინოს მორიგი მოწმე. ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს თამარ მაისაშვილს. მანდატურს ვთხოვ შემოიყვანოს მოწმე. გთხოვთ, წარუდგინეთ თავი სასამართლოს. თამარ მაისაშვილი. ბრალდების ხარეს შეუძლია დაიწყოს დაკითხვა. ქალბატონო თამარ. გთხოვთ უთხრათ სასამართლოს რა გაკავშირებდათ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძესთან. მისი ადვოკატი ვიყავი. გაიხსენეთ როგორ და რა ვითარებაში გახდით მისი ადვოკატი. ეს სერგო თეთრაძის დაკავების შემდეგ მოხდა. დამიკავშირდა მისი მეუღლე და მთხოვა სერგო თეთრაძის დაცვა განმეხორციელებინა. მოახერხეთ თუ არა თქვენი დაცვის ქვეშ ყოფისთვის სრულფასოვანი დაცვის უზრუნველყოფა. სამწუხაროდ მე ვერ უზრუნველყავი სერგო თეთრაძის სათანადო დაცვა. ქალბატონო თამარ, გვითხრით, რატომ ვერ მოახერხეთ ეს? არ მომეცა საშუალება. ჩემს მიმართ განხორციელდა მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. მუქარა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. დაიწყო თვალთვალი დამყობა და ოპერატიული მანქანა. შემდეგ გამოვიდნენ კონტაქტზე და მითხრეს, რომ სერგო თეთრაძეს უნდა ეღიარებინა დანაშაული. სანაცვლოდ გარკვეულ შეღავათებს თავაზობდნენ. გვითხრით, რა მოიმოქმედეთ ამის შემდეგ? მე მას ციხეში შევხვდი. პატიმარი თეთრაძე მოვიყვანე. შედი. გამარჯობა ბატონო სერგო. გამარჯობა. მე თქვენი ადვოკატი ვარ. თამარ მაისაშვილი. აი ეს ჩემი ორდერი. ეს თქვენი მეუღლის ხელის მოწერა. ხომ ცნობთ? როგორ არიან? კარგად არის. ბავშვმა გამოცდა ბწყინვალედ ჩააბარაო. ნანამ გადმოგცეთ. ყველაფერი გაირკვევა. გაუძელით. უძლებ. გადაეცით რომ ნახავთ სანერვიულო არაფერია თქო. აუცილებლად. ბატონო სერგო. იქნებ დაფიქრდეთ. რაზე? აღიარებთ თუ არა ისინი მაინც ისე გააფორმებენ როგორც სურთ. იქნებ ჯობდეს გამოიზოგოთ თქვენი ძალები. შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა.
რას გულისხმობთ? თუ დათანხმდებით ითანამშრომლებთ გამოძიებასთან, ბევრს არ მოგისჯიან. საპროცესო გარიგებად შეიძლება რომ გაფორმდეს. ამას როგორ მთავაზობთ? თქვენ ხომ ჩემი ადვოკატი ხართ? თქვენ როგორც მებრძოლმა ხომ კარგად იცით, რას ნიშნავს სტრატეგიული უკანდახევა. შემდეგ გააგრძელებთ ბრძოლას. სამშობლოს ხალატის აღიარება სტრატეგიული უკანდახევა. თქვენ მდგომარეობაში კი. მე უკან დასახები გზა არ მაქვს. ამის უკან მხოლოდ სირცხვილია. ან სიკვდილი. მე და სიკვდილი. მაშინ შევამხანაგდით, როდესაც სამხატვრო ფორმა ჩაგვიწვა. ოჯახი ბატონ სერგო, შვილი გყავთ, ცოლი გყავთ, იმათ რას ერჩით? წინთელი ცხოვრებაა, ხომ უნდა გააკეთოთ არჩევანი. სამშობლოს ხალატის აღიარება არჩევანი არ არის. ესე გადაეცით იმათ, ვინც გარიგებას გთავაზობთ. ბატონო სარგო. არა, მომისმინეთ. მე პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე. გიჟი არ ვარ. მიყვარს სიცოცხლე, საკუთარი თავით. შევეცდები ცოცხალი დავრჩე. მაგრამ თუ მოვკვდები როგორც ოფიცერი და არა როგორც მოხალატე. ბატონო სერგო, ხვალ პროცესზე კითხავენ, აღიარებთ თუ არა დანაშაულს. კარგად დაფიქრდით. შეხვედრა დასრულებულია. გამიყვან. ქალბატონო თამარო, როდესაც შეხვდით სერგო თეთრაძეს, ემჩნეოდა თუ არა მას ფიზიკური ზეწოლის კვალი? დიახ. ხომ არ დაუსახელებიათ თქვენთან ის პირები, ვინც მასზე ახდენდნენ ზეწოლას? არა. ქალბატონო თამარო, ანუ ადასტურებთ, რომ სერგო თეთრაძემ უარი განაცხადა თქვენს მიერ შეთავაზებულ პირობებზე? დიახ. მოახსენეთ სასამართლოს, სად და როდის ნახეთ სერგო თეთრაძე ამ შეხვედრის შემდეგ? მე მას დახურულ სხდომაზე შევხვდი. ბატონო დავით, აღიარებ თუ არა რომ საიდუმლო ინფორმაციას აწვდით რუსეთის სპეცსამსახურებს? დიახ. ვაღიარებ. ვინ მონაწილეობდა თქვენთან ერთად ამ ოპერაციაში? სერგო თეთრაძე, სერგეი ჩაპლიგინი და გიორგი კორელაშვილი. რა მოხდა სასამართლო პროცესზე, ქალბატონო თამარო? პროცესზე 4 ბრალდებული იყო, აქედან 3-ს ყავდა სახაზინო ადვოკატი, მხოლოდ მე ვიყავი ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი, მაგრამ მე ვერ შევძელი მისი დაცვა.
სიტყვიერი მუქარის შემეშინდა. ჩემთვის იმ თავითვე ცნობილი იყო, რომ საქმე მთლიანად შეკერეს. მოსამართლე პირდაპირ ასრულებდა პროკურორის მითითებებს. მადლობა ბატონო დავით, თქვენთან მეტი კითხვა აღარ მაქვს. დავბრძანდით. ბატონო სერგო, აღიარებთ თუ არა რომ ხელმძღვანელობდით ამ ოპერაციას და საიდუმლო მასალებს აწვდიდით რუსეთის სპეცსამსახურებს? არა. ეს სიცრუეა და ცილისწამება. აცხადებ შესვენებას. ქალბატონო თამარ, მოწმე ლონდარიძემ განაცხადა, რომ დახურული სასამართლო პროცესის დროს დარბაზში ორი სხვადასხვა ჩაპლიგინი შემოიყვანეს. ანუ ორი სხვადასხვა პიროვნება. ადასტურებთ თუ არა ამ ფაქტს? დიახ, შესვენებამდე ერთი ადამიანი იჯდა, შესვენების შემდეგ სრულად სხვა ადამიანი შემოიყვანეს. გთხოვთ ფეხზე ადგეთ, სასამართლო მობრძანდება. დავბრძანდით. რა ხდება? ვინ არის ეს კაცი? Дамагабинет, вин არის ეს კაცი? ეს საიდან მოვიდა? Что здесь происходит? Я ничего не понимаю. ეს ვინ არის ეს კაცი? რა იკრა? ჩიჩუმე. გთხოვთ, წარუდგინეთ თავის სასამართლოს. დავით ანანიძე. ბატონო დავით, თქვენ ჩვენებაში აღნიშნავთ. ჯაშუშების საქმეზე სასამართლოს მიმდინარეობისას ბრალდებულების სკამზე ისხდნენ სერგო თეთრაძე, დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და მე, ანუ თქვენ. შეგიძლიათ თუ არა განუმარტოთ სასამართლოს რატომ იჯექით განსაზრჯელთა სკამზე? ჩაპლიგინის როლს ვასრულები. მაშინ შეშეშეში მუშაობდი და უარი ვერ თქვი. გასაგებია. როგორ მოხდა თქვენი და ჩაპლიგინის ჩანაცვლება? აი ეგრე. შესვენებაზე ნამდვილი ჩაპლიგინი შემოიყვანეს. მე კი გავედი. ხომ არ გახსოვთ ამ ჩანაცვლების პროცესს? რამე ეჭვი ხომ არ გამოუწვევია? არა, არ ვიცი. თქვენს გარდა კიდევ ვის შეუძლია დაადასტუროს ფაქტი? ეგ ცნობილი ფაქტია. даже სტრუქტურაში ზედმეცახელად ჩაპლიგინის მეძახდნენ. მადლობთ ბატონო დავით. ბრალდებას აღარ აქვს კითხვები მოწმესთან. დაცვის მხარეს შეუძლია დაუსვას კითხვები მოწმეს. დიახ, თქვენო ღირსებო. ბატონო დავით, თქვენ ფიცი დადეთ სასამართლოს წინაშე, რომ სიმართლეს იტყოდით. სიმართლეს ვამბობ. კეთილი. თუ იმყოფება დარბაზში, ბატონო დავით, ის პიროვნება, ვინც დაგავალათ ჩაპლიგინის როლის შესრულება სასამართლო პროცესზე? არა. ჩვენ მეტი შეკითხვები არ გვაქვს. ქალბატონო თამარ, შეგიძლიათ დაასახელოთ პიროვნება, რომელიც ახორციელებდა თქვენზე ზეწოლას. პროტესტს ვაცხადებ, ბატონო მოსამართლე. ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება, არანაირი დოკუმენტი არ არსებობს. ქალბატონ პროკურორს კი მინდა მივმართო, რომ ის ძალიან დიდი წარმატებით იქნებოდა ხელოვნების ნებისმიერ სფეროში, ვინაიდან და რადგანაც მის წარმოსახვას და ფანტაზიას არანაირი ზღვარი აღარ გააჩნია, უკაცრავად, ჩემი ემოცია. ბატონო გივი, ბატონო მოსამართლე, ეს ფაქტი არ უკავშირდება საქმის განხილვას. ერთი წუთით გთხოვთ განვაგრძელოთ საქმის არსებითი განხილვა. უკაცრავად ბატონო ზურაბ, მაგრამ თქვენ როგორც ადვოკატი ფიქრობთ, რომ ადვოკატზე ზეწოლის ფაქტი არ უკავშირდება იმ საქმეს, იმ ადამიანის საქმეს უკაცრავად, რომლის გარდაცვალების გარემოებებსაც განიხილავს სასამართლო აქ, ასეა? ქალბატონო მაგდა, თამარ მაისაშვილი უბრალოდ ცდილობს, რომ მორალური პასუხისმგებლობა აირიდოს სერგო თეთრაძის პროცესზე მიტოვების, დაცვის გარეშე დატოვების გამო, დიახ?
სიჩუმე დარბაზში მოწმეს თხოვ უპასუხოს ბრალდების შემდეგ კითხვას. ბატონო მოსამართლე. ჩემზე უშუალო ზეწოლას ახორციელებდა ადამიანი, რომელიც დღეს ბრალდებულთა ადვოკატების მაგიდასთან იმყოფება. ბატონო მოსამართლე, აი როგორ შეიძლება მოწმე თავად აცხადებს, რომ უარი თქვა თეთრაძის სასამართლო პროცესზე მის დაცვაზე. მან დატოვა სასამართლო პროცესი და ფაქტიურად ამით მან გაწირა ის ადამიანი. ამის მერე მისი ჩვენება შეიძლება რომ სასამართლოს იყოს საინტერესო. დამშვიდით თქვენ თუ შეიძლება. ბატონო ადვოკატო, დაუტოვეთ სასამართლოს უფლება მან თავად გადაწყვიტოს რა არის მისთვის საინტერესო. მოწმეს თხოვ განაგრძოს. თქვენ არანაირი მტკიცებულება არ გაქვს ამის. მაური დარბაზში მოწმეს თხოვ განაგრძოს. წარსულში ის ოპერატიული თანამშრომელი იყო. დღეს ადვოკატია. აი ეს ადამიანი გახლავთ? ეს სიცრუე სიჩუმე ორივე მხარეს მოუწოდებს სიჩუმისაკენ. აიცავით წესრიგი. სასამართლო უწყებას. თქვენ ამისთვის აუცილებლად პასუხს აგებთ. მოგიწოდებთ წესრიგისაკენ. თუ აღარ არსებობს დამატებითი კითხვა, მოწმე თავისუფალია. ბრალდების მხარეს ვთხოვ, წარადგინოს მორიგი მოწმე. ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს დიმიტრი დოდიკაძეს. მანდატურს თხოვ შემოიყვანოს მოწმე. გთხოვთ წარუდგინეთ თავის სასამართლოს. დიმიტრი დოდიკაძე. ბრალდების მხარეს შეუძლია დაიწყოს მოწმის დაკითხვა. ბატონო დიმიტრი. სასჯელ აღსრულების ნომერ 8 დაწესებულებაში მუშაობის დროს შეხვედრი ხართ თუ არა პატიმარ სერგო თეთრაძეს? დიახ. სერგო თეთრაძე კარგად მახსოვს. როგორ ახართ? რა ხედავ როგორაც ვარ? თუ რო გაგეხარდებოდ. ადექით. შვიდად. შვიდად ვარ. არ გამოვა ჩემგან მოღალატე. ვერ აღირსებით. მოემზადეთ, ადვოკატი გილუდებათ. ეგ იმსაჩვენეთ შეამოწმოს პატიმარი. ეხზე, ადგა დროზე. გასწორდი. ფეხი ელები უდა. დავიდახარი, წავედი. ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს სასჯელ აღსრულების ნომერ 8 დაწესებულების რეჟიმის სუფროს ოლეგ ფიფიას. მანდატურს თხოვ შემოიყვანოს მოწმე. ეს ახალი ჩვენება. კარგი, დაველოდოთ მოვლენების გამყარებას. გთხოვთ წარუდგინოთ თავის სასამართლოს. ოლეგ ფიფია. ბატონო ოლეგ. თქვენ აღიარებით ჩვენებაში აღნიშნავთ, რომ სერგო თეთრაძე წამების დროს გარდაიცვალა.
დიახ. იღებდით თუ არა თქვენ თვითონ მონაწილეობას აღნიშნულ ქმედებაში? ვესწრებოდი. ვესწრებოდი. ეს იყო ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობა. და თქვენ ამაზე პროტესტი არ გამოგითქვამთ. ხომ მართალია? მოვალეობა იყო ეს ჩემი. რა იყო წამების მიზანი? აღიარებითი ჩვენების მიღება. რის აღიარებას თხოვდნენ? სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. საქმის მეტი დამაჯერებლობისათვის საჭირო იყო აღიარებითი ჩვენების მიღება. მოთხოვნა იყო ასეთი. ვისი მოთხოვნა? როგორც მე ვიცი, ხელისუფლების უმაღლესი პირების. რომელ ფაქტზე დაყრდნობით აცხადებთ, რომ თეთრაძეზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის მიზანი მისგან აღიარებითი ჩვენების მიღება იყო? მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რისი მომსწრეც თავად გახლდით. სამი ფაქტი ვიცი, როდესაც სერგო თეთრაძე მერვე დაწესებულებიდან მოდულის შენობაში გადაიყვანეს. სიწყნარია მოწყრიგიძე? დიახ. ყურადღებით იყავთ. Ναι. დიახ ბატონო დირექტორი. ახლავე? დიახ. შლუში? პატიმარი თეთრაძე. თქვენი მანქანით? გასაგებია. დიახ. გასაგებია, არ დავაფიქსიროთ პატიმრის გაყვანა. თეთრაძის არც შემოყვანა დაგვიფიქსირებია ბატონო დირექტორი. დიახ. გასაგებია. შიხაშვილი მიპასუხე. ის მე ბატონო ოფისო. სამორიგეოსთან მოდი. გისმენთ? პატიმარი თეთრაძე შლუში ჩაიყვანეთ. არის სასწრაფოდ. ყურადღებით იყავით მან. დაბრუნებისას ყოველ ჯერზე მას წამების ახალი კვალი აღენიშნებოდა. კარცერში
მანე. კარცერში რახანი დახო მან ნომერ 8 დაწესებულებაში? 5 დღე. მე 5 დღეს გარდაიცვალა. ოფიციალურ მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა. სინამდვილეში კი პატიმარი თეთრაძე წამების დროს გარდაიცვალა. გმადლობთ. ბატონო დიმიტრი, თუ შეიძლება დეტალურად გაიხსენეთ დღე, როდესაც სერგო თეთრაძე გარდაიცვალა. ამ დღეს განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ციხის პერსონალი თეთრაძის მიმართ. რა იყო მოჭარბებული სისასტიკის მიზეზი? დრო აღარ ითმენდა. როგორც ჩანდა, ბუღაძეს ავალებდნენ ზემოდან, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად მიეღო აღიარებითი ჩვენება. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ დაბრძანდით ადგილზე. დაბრძანდით ადგილზე. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ყველა ხერხი გამოეყენებინათ. ადგა! ადგა! ადგა მეთქი! მოკიდეთ ხედა გაიყვანე ტემში. გაიყვანე. ტემში გამოყალე, გაიყვანე. ვიპასუხეთ. იმ დროს კონკრეტულად სად იმყოფებოდით? საწამებელ ოთახთან ვიდექი. განუმარტეთ სასამართლოს რას ნიშნავს საწამებელი ოთახი. ეს არის ოთახი, სადაც დაკავებულ პატიმრებს ამუშავებენ საჭირო ინფორმაციის მიღებისთვის. ოლე, რა საკეთე, ბიჭო? ხმაურის გარეშე. ხმაურის გარეშე. ატეკი, ბიჭო. როზე? დაჭდა. ასორდა. მიხვდი ვინა ვარ? პიცა ჩემო. ეხლა კარგად მომისმინე. აი ამას ხელს მოვაწერ. თუ არა და აი პირობას გაძლევ. აქედან ცოცხალი ვერ გახვა. და მეტიც. შენს ცოლს შენს შვილებს და მთელ შენს ოჯახს დედას მოვტყნა. აიგე? აბა? რას იზა? კაბო, კამერა. თეთრაძე არ აღიარებდა დანაშაულს. საკმაოდ ძლიერი პიროვნება გამოდგა. მორალურად ყველანაირ ზეწოლას გაუძლო. ბუღაძეს აღიარება სჭირდებოდა. ზემოდან აჩქარებდნენ. აი ამას ხომ ხედავ? აი ხლა ამათ შენს თავს გავაშიმინებ
და მე ამ ჩანაწერს შენს ოჯახს გაუგზავნი. აი, მე შენს ცოლს და შენ შვილებს აქ მოვიყვანთ და იგივეს გავუკეთებთ. ხვდი? შენი დედა დავაი დროზე მიაბიდეს დედა. დავაი შენი დედა შევეცი. მოდი ბიჭო. იტო მოდი. მოდი ამის დედა შევეცი. დავაი ამის დედა. აუჭირე. მოდი ამის. თუ შეიძლება მოახსენეთ სასამართლოს იმ ადამიანების სრული შემადგენლობა, ვინც იმ დროს საწამებელ ოთახში იმყოფებოდა. ალექსანდრე ბუღაძე, დიმიტრი დოდიკაძე, კონტროლიორები, ოღონდ არ მახსოვს ახლა ვინ იყო. კიდევ გაბო, რომელიც ამ ყველაფერს ვიდეო კამერით იღებს. ადასტურებთ თუ არა, რომ ალექსანდრე ბუღაძე ხელმძღვანელობდა სერგო თეთრაძის წამებას. დიახ, ადასტურებ. დაბრძანდით ადგილზე. დაბრძანდით ადგილზე. თუ კი ხედავდით სერგო თეთრაძის წამებას, რატომ არ აცნობეთ შესაბამის ორგანოებს? შემეშინდა. შეგეშინდა. ალექსანდრე ბუღაძემ თუ გასცა სერგო თეთრაძის მკვლელობის ბრძანება. როგორც მახსოვს ალექსანდრე მუხაძემ თქვა დააბით ეს ნაძირალა და მოკალით. მოკალით ხო? დაბრძანდით ადგილზე. ხო გაგაფრთხილე. სულს ამოხთი მეთქიში დედა მოტყნულო. ვანი მოკვდა ეს დედა მოტყნულო. ტიტო! ექიმი! ექიმი ჩამოვიდა სპეცებში სასწრაფო. მიხედეთ. კაპოს კამერა გამოვართვი. გრძნობ თუ არა თავს თანამონაწილედ? ამ კონკრეტულ შემთხვევაში არა. მაინტერესებს პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ალექსანდრე ბუღაძის ხელით მოკვდა? არა. არა. აბა? კონტროლიორებს შემოაკვდათ. კონტროლიორებს ალექსანდრე ბუღაძემ უბრძანა რომ მოეკლათ? არა. უბრალოდ ემუქრებოდა. თუ არ აღიარებ მოგკლავ. გასაგებია, გასაგებია. სასამართლოს ვთხოვ ოქში შეიტანოს რომ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე კონტროლიორების ძალის გადამეტებისა და გაუფრთხილებლობის შედეგად გარდაიცვალა. თუ არც ერთ მხარეს კითხვები აღარ აქვს, მოწმე თავისუფალია. ოლეგ! ოლეგ! სიცუმე დარბაზში. გამარჯობა ელენე. ისადილებ? ალბათ.
არ ვიცი. ალბათ, რას ნიშნავს? ისადილებ თუ არა? ვახტანგ. რა იყო იმ? ვახო, რაღაც გჭირს. მე ვგრძნობ ამას. მე არა. ქვეყანას ჭირს. თუმცა შეიძლება მეც. თეთრაძის საქმეს გულისხმობ? საშინელება. სრული აბსურდია. ბოდო. ამ დილით მოვისმენ. რატომ უსწორდებოდნენ ასეთი სისასტიკითა და გავეშებით? რა კომპლექსებით იყვნენ მართულ? ახო, შინ მაინც მოისვენა. მოდი ვისადილოთ. არ მინდა რა, ელენე. მაშინ ჩაიდავლივით. არის ჩაის დავლი. არა ადამიანურ სატანჯოლში გამოატარეს. ისიც და შავაზეც. ორი ჯარისკაცი. მაგრამ რისთვის? მეც ეგ მაინტერესებს. რისთვის? აბსურდი. სასტიკი. დაუნდობელი. არა ადამიანური. გვარი ბოღაძე გვარი ახალაძე გვარი ახალაძე Almost. გვარი პრეზიდენტი აკეთ ეხლა საით